მოგესალმებით. თემა მართლაც გამორჩეულია, საერთოდ კულტურული ძეგლებიდან ჩემთვის ყველაზე განსაკუთრებული სწორედ ციხესიმაგრეებია, თავისი ფორმით, შინაარსით, არქიტექტურით, თავიანთი ფუნქციის გამო. დღეს რა თქმა უნდა ციხესიმაგრეებს განვიხილავთ, მაგრამ მე შეგნებულად გამოვტოვებ ნარიყალას ციხეს, იმიტომ რომ მიმდინარეობს რესტავრაცია და ცალკე გავაკეთოთ. იმედია რესტავრაცია და არა ევრორემონტი. ღმერთმა დაგვიფაროს დედაციხე. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ამ ციხის რესტავრაცია და ვნახოთ და შემდეგ აუცილებლად ნარიყალა ერთ გადაცემაში უნდა ვნახოთ. ეხლა რაც შეეხება ციხეებს, არსებობს საქართველოს ციხესიმაგრეთა ნუსხა, სხვათა შორის კარგად არის თავმოყრილი ეს ციხესიმაგრეები და ძირითადი ციხეები შეყვანილია, რა თქმა უნდა, კიდევ არის შესაყვანი და როგორ ავირჩიე ხა ციხეები საქართველოში მოგეხსენებათ არის 12 ადმინისტრაციული ერთეული, ხა ისეთ რამეს ვამბობ, რაც ყველა მიცის, მაგრამ არ ვიცი, გამეორება ცოდნის დედა. კი ბატონო, შიდა ტურებშიც ისეთი რამე შემიმჩნევია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტის შესახებაც კი არ აქვს ადგილობრივის ინფორმაცია, ამიტომ გამეორება ნამდვილად არავის არ გვაწყენს. ესე იგი 12 ადმინისტრაციული ერთეული, აქედან 9 არის მხარე, 2 ავტონომიური რესპუბლიკა, ეს არის აფხაზეთი და აჭარა და 1 თბილისი, რომელსაც აქვს დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ერთეულის სტატუსი. ანუ მთლიანობაში არის 13 ერთეული, 12 ერთეული. ამ 12-დან თბილისს თუ გამოვაკლებთ, რჩება 11 და 11 ერთეულიდან თითო ციხე ავირჩიოთ. ოკეი. თითო კუთხიდან 11 ადმინისტრაციული ერთეული. კი ბატონო, ეხლა ზოგ შეიძლება არ მოეწონოს იმ არჩევანი, მაგრამ სხვა ციხეებს სხვა დროს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ვანჩოხო, როგორ პასუხისმგებლობით ეკიდება, იმიტომ რომ ხო იცი ხა, რა ვიცი. თავისი მნიშვნელობით შეიძლება ზოგმან ჩათვალოს, რომ სხვა ციხე უფრო მნიშვნელოვანია. ეხლა საინტერესოა რა რაოდენობის ციხე გვაქვს ქვეყანაში. ამას აქვს კიდე დიდი მნიშვნელობა. სულ აღრიცხულია 200-მდე ციხე, მაგრამ თუ დავუმატებთ სხვა თავდაცვით ნაგებობებს, ციხე ქალაქებს და საფორტიფიკაციო ნაგებობებს, მთლიანობაში მათი რაოდენობა 500 აჭარბებს ერთ პატარა მიწაზე, ასე ვთქვათ. ყველაზე დიდი რაოდენობა, როგორ ფიქრობთ, რომელ კუთხეშია? მოდი გავიხსენოთ, ახლა ვიფიქროთ შეტევების სიხშირე საიდან. ძალიან სწორი ლოგიკა არის. ალბათ სამცხე-ჯავახეთი. საიდან გვემუქრებთ, მაგრამ ჩრდილოეთიდან. აი, ეხა ნახეთ, როგორი ამბავია და მე ვიმჟელოთ ლოგიკურად. ვერავარჯა, ყველა მხრიდან ვგიდევთ. რო დავფიქრდი. ყველაზე დიდი რაოდენობით ციხესიმაგრეები გვაქვს შიდა ქართლში. შიდა ქართლში გვაქვს 43 ციხე. 43. წარმოვიდგინოთ, შიდა ქართლი რამდენი მუნიციპალიტეტია ეხა? კასპი, გორი, ქარელი, ხაშური, სურამი. აი შეიძლება მე გამომჩა. აი ამ ტერიტორიაზე 43 ციხესიმაგრე გვაქვს. ყველაზე ცოტა არის მცხეთა-მთიანეთში, სულ 2 ციხეა და რაჭა ლეჩხუმში. ეხლა რატომ შეიძლება გვეგონოს, რომ თქვა, ეხლა როგორ შეიძლება მცხეთა-მთიანეთში 2 რაჭა გასაგებია თქვა მთა არის და შესაძლებელია იყოს ეს და უბრალოდ ამ შემთხვევაში თავდაცვის განსხვავებული სისტემა მუშაობს მთიანეთში. მაგალითად, ხევსურეთი, ფშავი, თუშეთში ადამიანები ცხოვრობენ კოშკებში, გამაგრებულ სოფლებში და იქ კიდე დამატებით ციხესიმაგრის აშენების საშუალება. მაგალითად, იგივე რო ავიღოთ შატილი და მიცუ, აი მუცოს სახელით რო ვიცნობ, თავად წარმოადგენენ გამაგრებულ დასახლებებს. ამიტომ იქ რა ვიცი რა მაგრამ ციხეში რატო იყო საკმარისიური, ხო ეს არის. კი ბატონო. და კიდე მეორე რელიეფის თემაც არის, მაგალითად, ზოგან არის ციცაბო მთები, ძალიან ვიწრო ხეობები, კლდეები, გეოგრაფიაც განსაზღვრავს ციხესიმაგრეების რაოდენობას. ასევე მნიშვნელოვანი იყო სავაჭრო გზების, სამეფო ქალაქების თავდაცვა. ეს განაპირობებდა იმას, რომ აი ზუსტად აი ცენტრში, ასე ვთქვათ, ქართლში იყო ესეთი რაოდენობა ციხეების. დავიწყოთ ახლა თითო მხარე, თითო ციხე ავირჩიოთ, დავიწყოთ აი აღმოსავლეთიდან, კახეთიდან დავიწყოთ. მე დავასახელებ რაოდენობას, კახეთის მხარეში რეგისტრირებულია 20 ციხე. აქედან ყველაზე ძველი არის უჯარმა და ხორნაბუჯის ციხე. ეხა ხორნაბუჯზე ჩვენ მე მგონი ერთი სამჯერ მაინც მოგვიწია სხვადასხვა მუნიციპალიტეტებთან საუბარი თავისი მნიშვნელობის
გამო და ავირჩიე მე პირადად უჯარმის ციხე, ერთ-ერთი განსაკუთრებული ციხე და სხვათა შორის 2012 წელს აი ჟურნალმა Forbes-მა უჯარმის ციხე შეიყვანა მსოფლიოს 9 უძველეს ციხესიმაგრეთა ნუსხაში. რაღაცა საინტერესო ამბავია, ხა მე ძალიან მომწონს ესეთი ამბები. მისი მშენებლობა მე-3-4 საუკუნესთან არის დაკავშირებული და ვახტანგ გორგასალს და დაჩის უკავშირდება მისი გადაქცევა სამეფო რეზიდენციად. ზოგადად აქვე დავცენ ერთ მნიშვნელოვან ფაქტს, რომ ჩვენ წყაროებთან დაკავშირებით გვაქვს არც თუ ისე პატარა პრობლემები. იმიტომ რომ ის წყაროები, რომელიც ძალიან პოპულარულია ჩვენს ქვეყანაში, შეიძლება მთლად სანდო წყაროდ ვერ ჩაითვალოს. აი მაგალითად, როდესაც კონკრეტული მოვლენიდან ჩანაწერი კეთდება 500-700 წლის შემდეგ, ძალიან ძნელია 100%-იანი ნდობის გამოცხადება ამ ჩანაწერების მიმართ. ამიტომაც აი ცოტა არ მშურს ისტორიკოსებს. ძალიან რთულია აი ამ მოცემულობაში რაღაცაზე თქვა, რომ ეს ასე იყო. ანუ ამ შემთხვევაშიც აბსოლუტურად იგივე სიტუაცია. ერთ-ერთი ვერსიით, მაგალითად, უჯარმაში გარდაიცვალა ვახტანგ გორგასალი და მდებარეობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტია, ივრის ხეობის, აი ჩამკეტი ციხე არის, უაღრესად სტრატეგიული მნიშვნელობის, რომელიც აკონტროლებდა გზას, კახეთის, მოკლედ თბილისისკენ მომავალ გზას და ძალიან მნიშვნელოვანი ციხე იყო. მთლიანობაში არის გალავანში 9 კოშკი. კოშკი არის არა მარტო თქვა თავდაცვით, არამედ საცხოვრებელი ტერიტორიაც იყო, მეციხოვნეთა ოჯახების ცხოვრობდნენ აქ ძირითადად და აი თუ დააკვირდებით მაგალითად წყობას, აი ერთ-ერთი ისეთი ბრწყინვალე ციხეა, საიდანაც საოცარი პეიზაჟი იშლება ივრის ხეობაზე. ეს არის რაღაცა გამაოგნებელი სანახაობა და სხვათა შორის თბილისში მარჯვენა სანაპიროზე, აი აბანო თუბანთან თუ გაიხსენებთ აი სამღებროს ქუჩაზე არის 40 სებასტიანელი მოწამის სახელობის ეკლესია, რომლის ძირში არის სამეფო აბანოები რო აღმოაჩინეს, რომაული აბანოები. ზუსტად ამ ეკლესიის ეზოში, ასე ვთქვათ, არის ერთი კედელი, რომელიც ზუსტად იმეორებს უჯარმის წყობას. ანუ ჩვენ ესე ვყვებით ხოლმე, აი გიდები, რომ აი უჯარმული ციხეა, უჯარმის მსგავსი წყობის, ქვების და უკავშირდება დაჩის პერიოდს. ანუ დაჩი უჯარმელად არის მოხსენიებული და სხვათა შორის თბილისის ეს ერთი კედელი ითვლება ყველაზე ძველ ნაგებობად, რომელიც კი შეიძლება მოიძებნოს თბილისში. ამიტომ ესეთი ძალიან საინტერესო ამბავია. ეხლა ჩვენ გავაგრძელთ ხო კიდევ ერთი რამ, რაც არ უნდა გამომრჩეს, ეს არის 2006 წელს პრეზიდენტ სააკაშვილის ბრძანებით უჯარმის ციხეს მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის უძრავი ძეგლის კატეგორია, რაც ძალიან საინტერესოა და მნიშვნელოვანია. გავაგრძელოთ სწრაფი ტემპით, ვაიმე. 20 წუთი არის ვაიმე, რამდენია მოსაყოლი წარმოიდგინე. კი, 10 ციხე წინ გვაქვს, ანუ გადავიდეთ ახლა შიდა ქართლში, შიდა ქართლი, როგორც ვთქვით, არის 53 ციხე გვაქვს გაწარმოუდგენელი რაოდენობა არის. ყველაზე ძველი არის გორის ციხე და კლდემაღალას ციხე, რომელიც მდებარეობს კასპის მუნიციპალიტეტში, მე-5-მე-6 საუკუნით არის დათარიღებული. სხვათა შორის, დაახლოებით 2 გადაცემის წინ თუ გახსოვთ, ჩვენ ვისაუბრეთ სხვილოს ციხეზე, სადაც შერეკილებია გადაღებული, ძალიან ისეთი ცნობილი სცენა და სულ ახლა გუშინ მე მგონი წავიკითხა ინფორმაცია, რომ ქვემო ჭალის მოსახლეობა, სადაც ეს სხვილოს ციხე მდებარეობს, მოსახლეობამ დაიწყო თანხის შეგროვება მზის პანელებით ამ სხვილოს ციხის გასანათებლად. და ეხლა მე რას ვამბობ, რომ მარტო ქვემო ჭალის ხო არ არის ეს სხვილოს ციხე, ეკუთვნის მთელ საქართველოს და სიამოვნებით შეუერთდებოდი მე პირადად და ყველა ჩემი კოლეგა და ალბათ ყველა გავანათოთ ეს ციხე მზის პანელებით, თან თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ოკუპირებულ ზონასთან ახლოს არის 2 კილომეტრშია საზღვარი ახალგორთან. იქით და ძალიან მივესალმები ამ წამოწყებას და ძალიან გამიხარდა, რასაც ქვია. ეხლა გორის ციხეს რო დავუბრუნდეთ, ჩვენ საქართველოში ზოგადად ერთ-ერთი უძველესი ციხეა, ზოგადად მისი დასახლება ამ ტერიტორიაზე ძველი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნესთან არის დაკავშირებული და აკონტროლებდა მთლიანად ქართლის
ტერიტორიას. გორის ციხის ფლობა ნიშნავდა, რომ ადამიანი ფლობდა ზოგადად ქართლის შიდა ქართლს მთლიანად, ქონდა გავლენა მასზე და თვითონ სახელწოდება ისტორიულ წყაროებში გორის ციხის სახელწოდებით არის მე-13 საუკუნიდან მოხსენიებული და ეს არის ციხე, რომელიც დომინანტია მთელ ქალაქში და საერთოდ მთელი ქალაქის გარშემო, მთელი ქალაქი არის ამ ციხის გარშემო, ასე ვთქვათ, მოქცეული. ბევრჯერ იქნა დანგრეული ბევრჯერ მოხდა მისი აღდგენა, მაგალითად მე-15 საუკუნეში ერეკლე მეფემ აღადგინა მნიშვნელოვნად, სხვათა შორის ეს ციხე და ყველაზე მძიმე დაზიანება მაინც არის მიწისძვრის დროს, როდესაც 1920 წელს მოხდა მიწისძვრა და ძალიან მძიმედ დაზიანდა, ასე ვთქვათ. ციხის შიგნით არის მე-11-მე-12 საუკუნეების ეკლესია, რაც იმას მიუთითებს, რომ ეს არ იყო მხოლოდ თავდაცვითი ნაგებობა, არამედ ბევრად უფრო მეტი, ანუ სხვა ნიშნულობის მატარებელი ციხე იყო სხვა დანიშნულების. კი ბატონო, გავაგრძელოთ ქვემო ქართლით, ჩამოთვლაზე ვართ ძალიან ისეთი რო არ გამოგჩეს. ქვემო ქართლში მთლიანად რეგისტრირებულია 16 ციხე. სხვათა შორის ყველაზე მეტად გამეჭირდა ქვემო ქართლში ციხეების არჩევა, იმიტომ რომ თითქმის ყველა ციხე არაერთხელ მაქვს დათვალიერებული და მხოლოდ მარნეულის ციხეების გარდა ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მხარეა ციხეების თვალსაზრისით გამოვიდა წიგნი სხვათა შორის მარნეულის მუნიციპალიტეტზე გიორგი დვალაშვილის ჩვენ როგორც კი საშუალება გვექნება ჩვენი ასოციაცია ინფოტურით წავალთ მარნეულის შესასწავლად და იმ ორ ციხეს რომელიც ეკუთვნის მარნეულს აუცილებლად მარნეულის დროს ცალკე შემოგთავაზებთ. კი ბატონო და მე შევარჩიე ყველაზე ძველი ციხე არ დაგვაუწყდეს ქვემო ქართლში ეს არის რუსთავის ციხე. და რუსთავის ციხეზე ჩვენ რუსთავზე რო გქონდა გადაცემა, მაშინ დაწვრილებით ვისაუბრეთ. ამიტომ დღეს მე ჩემს საყვარელ ციხეს, განსაკუთრებულ ციხეს, ხულუტის ციხეს წარმოგიდგენთ, რომლის რესტავრაცია მოხდა და ხულუტის ციხე არის მდინარე ხრამის ხეობაში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტია. და არის ფეოდალური პერიოდის. შიდა ფოტოა, ეს არის შიდა სივრცე, მრავალსართულიანი, სულ 5 კოშკია და 6-7 სართულიანი კოშკებია, წარმოიდგინეთ და იყო ზედა ნაწილი, ყველა სართულზე არის ბუხრები, ანუ საცხოვრებელი ის არის ნაგებობა და თვითონ მე-17 საუკუნის პირველ ნახევარში არის აშენებული, მიეწერება მისი აშენება ყაფლან ორბელიანს, რომელმაც აღადგინა ფიტარეთი და ეს არის ძალიან ჩემი საყვარელი ფოტო, ეს ჩვენ ვართ ზემოდან აი გადახვით ხო ამ კი, 6-7 სართულიანი ფოტოა. სხვათა შორის ამ ციხესთან დაკავშირებით ვიკიპედიაში არის ხარვეზი მე-18 საუკუნის პირველი ნახევრით არის ჩაწერილი და წარწერებშიც ეს საუკუნე წერია სინამდვილეში არის მე-17 საუკუნის პირველი ნახევარი. თუ ამბობთ, რომ ყაფლან ორბელიანის აშენებულია, ყაფლან ორბელიანი იყო მარაბდის ომის მონაწილე. მარაბდის ბრძოლა 1625 წელს იყო, ანუ მე-17 საუკუნის პირველი ნახევრის ერთ-ერთი უნიკალური ციხეა. ციხეს ჰქონდა საიდუმლო გასასვლელები, ანუ ყველაფერი ის რაც სჭირდება იმისათვის, რომ იყოს ციხე გალავანი. 5 კოშკი აქვს, იყო თავდაცვითი, ასევე საცხოვრებელი, აი კი ხედავთ თქვენს როგორ გამოიყურება და თვითონ შორიდან რო შეხედოთ, აი ვერ წარმოიდგენთ, რომ კოშკია, ანუ სულ გონია კლდის გაგრძელება. ანუ შორიდან ესე ჩანს და სწორედ ეს ამ ფაქტორების გამო იყო ერთ-ერთი მიუვალი კლდე და ნამდვილად ასრულებდა იმ ფუნქციას, რაც ზოგადად აქვს ციხესიმაგრეებს. გავაგრძელოთ, შემდეგი ეს არის მცხეთამთიანეთი. მცხეთამთიანეთში, როგორც ვთქვით, ყველაზე ცოტა რაოდენობის ციხესიმაგრეებია. კი ხედავთ პანორამას, როგორ გამოიყურება. ორი ციხე გვაქვს, ანანურის ციხე და არშის ციხე. არშის ციხე ეს არის თერგის ხეობაში, ყაზბეგში, იქ ჩვენ პრაქტიკულად არ გვიწევს, მაგრამ მე არ მეგულება ტურისტული მარშრუტი, რომელშიც არ შედიოდეს ანანურის ციხე. ყვირაში ერთხელ ვარ სტუმარი, ხშირი სტუმარი ანანურის ციხის, ჩვენი სტუმრებისთვის ერთ-ერთი გამაოგნებელი პანორამა არის, ამას ჟინვალის წყალსაცავიც რა თქმა უნდა უწყობს ხელს და არაგვის ერისთავთა რეზიდენციას წარმოადგენდა. მე-16, მე-17 საუკუნეების ნაგებობებია, თვითონ შიგნით არის ეკლესია, დიდი ტაძარი, რომლის
მორთულობა, ჩუქურთმები, ორნამენტები, წარწერები არის განსაკუთრებული ოსტატობით შესრულებული და ანანურის ციხე ის რასაც ჩვენ არასდროს არ უყვებით ჩვენს უცხოელ სტუმრებს არის ის რომ ანანური არაერთხელ გამხდარა ძმათა მკვლელი ომების მოწმე სისხლის ღრა არაგვის ერისთავებს შორის, არაგვის და ქსნის ერისთავებს შორის და არაერთი უმძიმესი ისტორია ვიცით. ამ ციხესთან დაკავშირებული რასაც ახლა რასაკვირველია უცხოელებს არ უყვებით. სწორედ აი ამ მუდმივი დაპირისპირების გამო თეიმურაზმა ერეკლეს მამამ საერთოდ გააუქმა საერისთავო არაგვის და დაუქვემდებარა სამეფო ხელისუფლებას და ერეკლე მეფემ საქართველოს 7 მთავარ ციხეს შორის, ანუ მთავარ საფორტიფიკაციო ნაგებობას შორის დაასახელა არაგვის ციხე და სხვათა შორის როცა აღა-მაჰმად ხანის ძალიან მძიმე შემოსევის დროს და მან დატოვა თბილისი, თავი შეაფარა სწორედ ანანურს და ამ ციხესიმაგრეს. მოკლედ, ერთ-ერთი შთამბეჭდავი მარშრუტია, რომელიც სამხედრო გზაზე მდებარეობს. გარდა იმისა, თვითონ ციხეს ჰქონდა სტრატეგიული მნიშვნელობა, იმიტომ რომ იყო გზის გასაყარზე ძალიან ბევრი ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან უამრავი გზები გადიოდა ამ ტერიტორიაზე. სამცხე-ჯავახეთში რო გადავინაცვლოთ, აქ არის რეგისტრირებული 21 ციხე. 21 ციხიდან ყველაზე ძველი არის აბულის ციხე, პატარა აბულის მთის წვერზე მდებარე 2670 მეტრზე. ეს არის ციკლოპური მთა და წარმოიდგინეთ ციკლოპური მთა კი არა, ციკლოპური ციხეა. ციკლოპურ ციხეს რას ვეძახით? უზარმაზარი მრავალტონიანი ლოდები ატანილი მთის წვერზე და უდუღაბოდ გაკეთებული ციხეა. ეს არის აი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თემა ზოგადად სოფლიოსთვის ეს მეგალითური ნაგებობები და აი აბული არის ამის ერთ-ერთი მაგალითი და მოკლედ სამცხე-ჯავახეთის ციხეებიდან ჩემი საყვარელი ხერთვისის ციხე მინდა წარმოგიდგინოთ თავისი მდებარეობით, ანუ სამივე მხრიდან ბუნებრივი დაცვა აქვს, მხოლოდ ერთი მხრიდან შეიძლებოდა ამ ციხის შეტევა და მისი აღება და საუკუნეების განმავლობაში იყო ბევრი მფლობელი გამოიცვალა. მაგალითად, აი რო დავიწყოთ თავიდან მე-13-მე-15 საუკუნეებში იყო ჯაყელებს ეკუთვნოდათ, რომლებიც განაგებდნენ სამცხე საათაბაგოს და შემდეგ უკვე ოსმალების შემოსევის დროს საკმაოდ დიდი ხანი 250 წელი დაახლოებით იყო ოსმალების საკუთრებაში. ერთი პერიოდი დაიბრუნა ერეკლე მეფემ, მაგრამ მაინც შემდეგ უკვე გვიან 1828 წელს რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს გათავისუფლდა საბოლოო ჯამში ოსმალური გავლენისგან. ყველაზე კარგად შემორჩენილი შუა საუკუნეების ციხეა და უაღრესად შთამბეჭდავი. განსაკუთრებით აი ჯაჭვის ხიდზე რო გადავალთ, იქიდან გადაღებული კადრები არის რაღაცა წარმოუდგენელი. შემდეგი სამეგრელო ზემოსვანეთი 14 ციხეა რეგისტრირებული. ყველაზე ძველი ციხე ეს არის ციხე გოჯი. მეგრელები ჯიხა ქვინჯი ესე ეძახიან. ჩვენ ადრე ვისაუბრეთ რუხის ციხეზე სხვათა შორის. კონდა მაგას საუბარი და სულ ახლა მოვისმინე კიდევ ნახე რომ იწყება ზუგდიდში ჭაქვინჯის ციხის რეაბილიტაცია. ეს არის ჯიხაშკარში მდებარე ციხე და ძალიან გამიხარდა წელს ვაპირებ აუცილებლად ნახო ეს ციხე და წარმატებები. ნახო იმას ნიშნავს რომ ჩვენი მაყურებელი თუ ამ სეზონზე სექტემბრიდან აუცილებლად ნახავთ ამ ციხეს და ძალიან მიხარია რომ ხდება ამის აღდგენა და ციხე გოჯი ეს იგივე ნოქალაქევი არქეოპოლისი ჯიხა ქვინჯი როგორც მეგრელები ვეძახით სენაკის მუნიციპალიტეტშია მდინარე ტეხირის სანაპიროზე და ეს არის რომაული პერიოდის ციხე არის. ოღონდ ეს არ იყო მხოლოდ ციხე, თავისი რომაული სამეფო აბანოებით და ფუფუნებით, რაც სამეფო ქალაქისთვის იყო დამახასიათებელი და აი რამდენი რამე გვაქვს ქვეყანაში, რასაც ჭირდება ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი მიწისქვეშა წყლის სისტემები, ანუ ჩვეულებრივი რომაული სამეფო აბანოებია აღმოჩენილი და ნამდვილი სამეფო ქალაქი იყო მოკლედ. გადავიდეთ იმერეთში, იმერეთში არის 16 ციხე. ყველაზე ძველი არის შორაპნის ციხე და ჩვენ ზესტაფონის მეში ვისაუბრეთ შორაპანზე და ასევე სკანდეს ციხე თერჯოლაში, რომელიც არის მე-4 საუკუნით დათარიღებული, მაგრამ დღეს მაინც მე ვისაუბრებ მოდინახეს ციხეზე, რომელიც არის
საჩხერის მუნიციპალიტეტში ძალიან შთამბეჭდავი პანორამა არის და როგორც მივდივართ, ანუ ეგრევე ჩანს ეს ციხე და ციხე ეკუთვნოდა წერეთლებს, ანუ პაპუნა წერეთლის მიერ არის აშენებული. არ მოვყვები ხა იმ ლეგენდას. გოგოს არ ატანდნენ სასიმამრო, იმიტომ რომ ციხე არ ქონდაო და აშენა ეს ციხეო და აბა მოდი ნახეო. რა ციხე ავაშენეო, რა თქმა უნდა, ეს რაღაც ხუმრობით შეიძლება კი არის სიმართლის მარცვალი, მაგრამ ასე უფრო საინტერესოა პრინციპში. კი ბატონო და იყო წერეთლების საგვარეულო რეზიდენცია და აი 1766 წელს, როდესაც აი ოსმალებმა გაილაშქრეს, ასე ვთქვათ, იმერეთში, სოლომონ პირველი ამ ციხეს აფარებდა თავს და 1 წლის შემდეგ წერეთლებმა მეფეს გადასცეს ეს ციხე და უკვე სამეფო ციხე გახდა. საბოლოო ჯამში შემდეგ უკვე აჯანყებული იმერლების თავშესაფარი იყო, რომლებიც აი რუსულ იმპერიას დაუპირისპირდნენ და საბოლოო ჯამში მოხდა ისე, რომ მერე უკვე ნელ-ნელა დაკარგა თავისი მნიშვნელობა. გურია 4 ციხეა რეგისტრირებული, გურიაში არა გვაქვს ბევრი ციხე, ყველაზე ძველი არის ასკანის ციხე. სოფელ ასკანაში, ეს არის ოზურგეთი და ასკანის ციხის უძველესი ფენები არის მე-4 საუკუნის ხოთაშორის, იმიტომ რომ არის სხვადასხვა ფენები, მაგრამ ყველაზე უძველესი ფენების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, გურიის თავდაცვის სისტემაში ასრულებდა ძალიან მნიშვნელოვან როლს. იყო მიუვალი ციხე, ხოთაშორის წერია, რომ ქონდა მცდელობა მურვანყრუს ამ ციხის აღების, მაგრამ ვერაფრით ვერ მოახერხა ამ ციხის აღება მისი მდებარეობის გამო და გარკვეული პერიოდი, ეს არის უფრო მე-19 საუკუნის პირველი ნახევარი, ციხე გამოიყენებოდა საპყრობილედ, ანუ მთელ ქვეყანაში ესეთი განსაკუთრებული ფუნქციაც ჰქონდა და შემდეგ უკვე მე-19 საუკუნის პირველი ნახევრისთვის ჩადგა რუსეთის ჯარი და ციხემ პრაქტიკულად დაკარგა თავისი მნიშვნელობა. რაჭა-ლეჩხუმში 3 ციხე გვაქვს სულ ნუსხაში, აქედან მინდა ციხე, მოდი, ესეთი ციხე ვთქვათ, ამბროლაურის მუნიციპალიტეტშია და სხვათა შორის ეს მინდა ციხე დიუბუა დე მონპერეს ჩანახატებში მოხვდა. კოლაში არის და აუცილებლად გამოჩნდება. მინდა ციხე სახელით ვიცით. მინდა კი ბატონო და მე-10 საუკუნეს უკავშირებს ზოგი მკვლევარი. აი ეს არის დიუბუას ის რა ქვია ჩანახატი, რაც და მთავარი დანიშნულება ეს იყო რაჭის ხეობის კონტროლი, რასაც ეს ციხე პირნათად ასრულებდა. აჭარაში გვაქვს 12 ციხე, აქედან ყველაზე ძველი არის გონიოს ციხე, ყველაზე კარგად შემონახული და სხვათა შორის გონიოს ციხესთან დაკავშირებით ბევრი ლეგენდა არსებობს, მაგალითად ერთ-ერთი ლეგენდით აიეტის ვაჟი, ცნობილი არგონავტების მითიდან იქ არის დასაფლავებული და ასევე მატათა მოციქულის საფლავზე არის საუბარი, რომელიც რა თქმა უნდა, ხა არქეოლოგიურად დადასტურებული ნამდვილად არ არის. და თვითონ ეს ციხეც გადადიოდა სხვადასხვა ხელში, აი 300 წელზე მეტი ციხე იყო მაგალითად ოსმალების მფლობელობაში. და აუცილებლად აფხაზეთის 4 ციხე უნდა ვახსენოთ. და 4 ციხიდან მე გამოვყოფ ანაკოფიის ციხეს ახალ ათონში მე მახსოვს ბავშვობაში. ახალი ათონის შტაბ-ჭილებები გამომყვა, ეს არის გუდაუთის მუნიციპალიტეტი და მე-14-მე-15 საუკუნეებში აი ამ ანაკოფიის ციხის აგება უკავშირდება გენუელებს. იგი იტალიის გენუადან ვაჭრებმა შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე შექმნეს სავაჭრო კოლონიები და სავაჭრო პუნქტები ჰქონდათ სოხუმში, ბიჭვითაში, გუდაუთაში, ახალ ათონში, მათ შორის აქეთ ქვევით ჰქონდათ ფოთში და გონიოში. და სხვათა შორის ერთ-ერთი ვერსიით სწორედ გენუელებს უკავშირდება სახელი გონიო. ანუ ერთ-ერთი ვერსია არის და ძალიან მნიშვნელოვანი სავაჭრო ქალაქები იყო და აქვს რა თქმა უნდა არსებობის უფლება და ოსმალების შემოსვლის შემდეგ მთელი ეს სავაჭრო ეს ქალაქები სულ ოსმალებმა დაიკავეს და ამ პერიოდში წყდება აი ამ გენუელების მოღვაწეობა საქართველოს ამ ტერიტორიაზე და ეს ციხეც არის სწორედ გენუელებთან დაკავშირებული. 11 ციხე მე მგონი არაფერი არ გამორჩა, ნუ რატები. მაგრამ მე შეგვიძლია თუმცა უფრო მეტი ინტერესია რომ დავგეგმოთ, წავიდეთ და მოვინახულოთ ეს ციხეები და უფრო მეტი ადგილზე შევიდეთ. აუცილებლად ყველა მარშრუტში რავენ ციხე მაინც შევა თუ 2 ან 3 ციხე არა. ამიტომ ძალიან დიდი სიმდიდრე გვაქვს ციხე სიმაგრეების სახით, 500-ზე მეტი ციხე გვაქვს და
აუცილებლად აი თითო კუთხეში თითო ციხე მაინც სადაც მოხდებით აუცილებლად უნდა მოვინახულოთ. ელზა ჩვენ მომდევნო კვირაში ვერ შევხვდებით თავის გეგმების გამო სტუმრები ყავს ერთი კვირის შემდეგ გამოტოვებით აუცილებლად გქონდა შესაძლებლობა. ესე იგი ვერ გავიყოფთ ელზას სტუმრები და ეთერი. მაგრამ რა ვქნათ, ხანდახან დავთხოვთ. ტურისტებს უთმობთ ხოლმე ზოგჯერ ძალიან დიდი მადლობა. მადლობა ძალიან დიდი ელზას დამშვიდობებით რეკლამის დროა. ჩვენს ეთერში რეკლამის შემდეგ ირაკლი ხვადაგიანი შემოგვიერთება ძალიან საინტერესო თემით და არ გამო. ტრადიციულად დროებით.